ეს მეექვსე ღამეა პროტესტის, აი უკიდურესი ფორმის, რომელსაც მშობლებმა მიმართეს იმ ფონზე, რაც თქვა ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ჯანდაცვის მინისტრის სახით. დღეს ქუთაისშიც გაიმართა საპროტესტო სოლიდარობის აქცია, სწორედ დიუშენის ბავშვებისთვის. ხედავთ ახლა ამ კადრებს თქვენ პირდაპირ ეთერში და ზოგადად ამ პრობლემის მქონე ბავშვების და მათი ოჯახების გვერდით და სოლიდარულია აბსოლუტურად ყველა. და რთულია ამ ადამიანებს და მშობლებს და ზოგადად აი ამ პროტესტზე ბრძოლო მაგალითად პროპაგანდით, თუმცა აი ამ საძებნელ ხერხსაც მიმართა ქართულმა ოცნებამ რომ მოისმინოთ პროპაგანდისტული მედიების რეპორტაჟები და წამყვანების ტექსტები, ისინი ერთ-ერთი იმეორებს მაგალითად მიხეილ სარჯოლაძეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ქუთაისიდან ხმა არის ის, რომ პირველ რიგში სოლიდარობა ბავშვებს და ოჯახებს და მეორე ვითხოვთ სამინისტროდან, ჯანდაცვის სამინისტროდან სრული მკურნალობის დაფინანსებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დღეს თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ სახელმწიფო გვატყუებს და იყენებს манипуляციას და პროპაგანდას აი ამ ისედაც დატანჯული მშობლების წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს ცოცხალი მაგალითები ჩვენი ქვეყნის შვილები, რომლებიც საბედნიეროდ აღმოჩნდა ამერიკის მოქალაქე და მან გაიკეთა ეს გენური თერაპია. ბავშვი, რომელიც ერთ საფეხურსაც ვეფარავდა, ის დამოუკიდებლად ფარავს 9 სართულს და არც კი გამოვიდეს ვინმე და არც კი გაბედოს, რომ ეს მედიკამენტები რეალური არ არის. შემოიტანეთ ეს მედიკამენტები, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, როგორც ამ ბავშვების დედები, პასუხისმგებლები ვართ ამ მედიკამენტის მიცემაზე. კითხვა, რომ ეს რომ შენი შვილი იყოს და პასუხი ღმერთმა დამიფაროს, არ არის ეს სწორი, არც პასუხი და კითხვაც არასწორია. ადამიანები უნდა დავდგეთ ერთად და სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ ამას.